ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან. ჩვენ ამავდროულად ჰქონდა ძალიან შედეგზე ორიენტირებული მთავრობათა შორის ეკონომიკური კომისიის ხდომა. აღნიშნული შეხვედრისა და კომისიის ფარგლებში ჩვენ ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის სექტორზე. ამავდროულად ჩვენ მიმოვიხილეთ ის მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რაც რა თქმა უნდა ხელშეუწყობს შუადერებნის განვითარებას, ისევე როგორც სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ჩვენი ქვეყნისთვის. საუბარი შეეხო ანაკლის პორტის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, ისევე როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობას. ამავდროულად ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელოვან წინსვლას, რომელიც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანის, ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკისთვის და ზოგადად შეიძლება შევაჯამოთ, რომ აღნიშნული შეხვედრის შედეგად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის გაიზრდება ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ასევე შეხვედრაზე შევეხეთ მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც შედგა თურქეთში, თურქიშის ავიახაზების ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებში ჩვენ უკვე დავიწყეთ მათთან ერთად მუშაობა ანკარა თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე, რაც რა თქმა უნდა გააძლიერებს ქვეყნებს შორის, ხალხთა შორის კავშირებს და რა თქმა უნდა პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელშეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ისევე როგორც ინვესტიციების მოზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან ჩვენ ქვეყანაში.